ამასობაში 12 მარტია და ოლიგარქის სასამართლომ ჩემი შეკოს განაჩენი გამოუტანა. ეს იქნება ამ ვიდეოს თემა. Განაყურებას გააგრძელებთ და ლაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და გააკეთეთ დონაციები. მოკლედ განაჩენი გამოაცხადეს და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონი ლარის გაფლანგვისთვის მიხეილ სააკაშვილის მიუსაჯეს 9 წელი. ანუ თითო მილიონზე თითო წელი. აი, რას გვიშვება ეს მთავრობა? ხო, თვითონ მიშა იძახის რომ სამშობლოს სიყვარულისთვის ვისჯებიო, ვარ ჩავაბარე ქვეყანა რუსებსო, ეს ყველაფერი მაგითო ხდებაო. ხაბეიშვილის ვერსიით ეს ფული არ გაუფლანგია ჰილარი კლინტონის და ტრამპის მასპინძლობაში დახარჯულა თუმე 9 მილიონი და ეს ხო საჭირო ხარჯები იყო, მაგრამ ნუ სია არსებობს რაში დაიხარჯა ეს ფული და მოდი გადავხედოთ აბა. რა მონაცემები აქვს სასამართლოს, პროკურატურას და ასე შემდეგ რა. ესე იგი 700.000 ლარი დახარჯულა კოსმეტიკურ პროცედურებზე. სტილისტი ყოლია ვიღაც ალიკამალი, იმის ჩამოყვანაში და სასტუმრო ბილეთები ისა მომსახურება 75.000 ლარი. სააკაშვილის და უგულავას გახთომის პროცედურები ავსტრიაში ქალაქ ინსბრუკში დამждარა 114.000 ლარი. თავის ფავორიტ ქალბატონებს უკეთებდა საჩუქრებს და უშვებდა დასასვენებლად. ეგ ჩამონათვალია მარიამ საჯაია ემირატებში და ბათუმში. აგრეთვე რაღაც საჩუქრები. ალანა გაგლოევა ემირატებში დასვენება 6400 ლარი. ვინმე სარა ვარონესა და მონიკა პუგლიას სამკაულების დასასაჩუქრებლად 10.670 ლარი. თინა ბოკუჩავასთვის აიფონი უყიდია 1600 ლარი, მაგრამ ბოკუჩავა იპიცება არაფერი ჩემთვის არ უყიდიაო. ხო, არ ვიცი ბოკუჩავა რატო გადააგდო. სოფო ნიჟარაძის მოგზაურობა 5400 ლარი. კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმროს მომსახურება და ბილეთები ჩამოიყვანა, ესე იგი რაღაციდან 15.000 ლარი. ვერა ქობალიას ოჯახის წასვლა-წამოსვლა მგზავრობა 38.000 ლარი. ლონდონში ვიღაც კერდით მხატვრის მერიდით ოსტრომის ნახატი უყიდია 16.000 ლარი. ესპანელი მზარეული ყორია ვიღაცა სერქიო კალდერონ ლატასი. და მოკლედ ეს მზარეული დაგვიჟდა თურმე 191.000 ლარი. ხო და დანჯერი დასაუბარ რა. თავის სასწავლებთან ერთად ნაყოფია ხაჩიძე, ციკლაური, გაბაშვილი, რატიანიცის, კარიშვილი, ვაშალომიძე, არველაძე საზღვარგარეთ მოკლედ ეშენებული სასტუმროებში 88.000 ლარი. ტაილანდში ფუკეტზე დაუსვენებიათ მაგას ბაქრაძეს და ვაშალომიძეს და 127.000 ლარი დაუხარჯიათ. მალადეთ ბიჭებო, კარგად გიგულავიათ. აი ოჯახის წევრების რაღაც მოგზაურობის ხარჯები 25.000, შვილის სწავლა 65.000, შვილისთვის მობილური 2300. ხო, მაგას და უგულავას ავსტრიაში პორშე, მერსედესი და აუდი რაღაც მაგარი მანქანები დაუქირავებიათ 58.000 ლარი. ვერონაში რაღაც ლიმუზინი და მინივენი 45.000 ლარი. პერუში ვერტფრენდი გაუსეირნებია 33.000 ლარი. ველოსიპედით რო დაწესაობდა ხოლმე ევროპაში და რო წაიქცა და რაღაც ხელი მოიტეხა მაშინ მგონი ამაში დახარჯულა 35.000 ლარი. პიზაში იახტა უქირავებია 25.000 ლარი. უშუალოდ პიჯაკებში ეს ხომ საქმეს ხო პიჯაკების საქმე ქვია, გადაუხდია 50.000 ლარი. 7 პიჯაკი და 1 სპორტული პალტო ქაშმირის და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმი უყიდია 8,000 ლარად. საათებში დაუხარჯია 53.000 ლარი, ეს ცოტა რაღაცა იაფასიანი საათები უყიდია. ხო. მოკლედ ესე მოუთვალეს გამოვიდა 9 მილიონი და თითო მილიონზე მიცეს თითო წელი. ამ ყველაფრის ანგარიშტორებას ახდენდა ეს ვიღაც თემურაზ ჯანაშია, ეს მე მგონი სახელმწიფო დაცვის რაღაც სამსახური იყო.
ხო? და ეს არ დაიჭირეს 300,000 ლარი ჯარიმა